ევროკავშირი რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხის დაყენებას გეგმავს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა გააკეთა. კვიპროსში მიმდინარე არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში კალასმა აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული სამხედრო ძალები მსგავსი ქვეყნებიდან გასული იყოს და სხვა სახელმწიფოების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაც დასრულდეს. მისივე შეფასებით ეს მიდგომა მაქსიმალისტურია, თუმცა ასეთებია რუსეთის მოთხოვნებიც. ამ თემაზე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ შეფასებებს მაგდა ბლუაშვილი გაეცნო და საკითხის დეტალებით ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. მაგდა, მოგესალმები და გისმენთ. საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ მორიგი გზავნილი მოვისმინეთ დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მხრიდან, კერძოდ მან კვიპროსში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე გააჟღერა მსგავსი ტიპის მოსაზრება, რომ ევროპის ინტერესებში შედის, რომ საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარები აღარ იმყოფებოდნენ და შეიძლება ასე ითქვას, რომ არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგაც პრესკონფერენცია მან მსგავსი ტიპის განცხადება გააჟღერა მედიასთან საუბრისას და განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების არსებობა ევროპის უსაფრთხოებას რისკს უქმნის. ბუნებრივი აღნიშნულ გზავნილს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკვე მოყვა შეფასებები, თუმცა ქართულ შეფასებაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე გეტყვით, რომ კაია კალასის გზავნილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა სერგეი ლავროვმა რამდენიმე სიტყვით, თუმცა შეიძლება ასე ითქვას, შეურაცხმყოფელი ფრაზით შეაფასა კაია კალასის აღნიშნული გზავნილი. მინისტრებმა სხვა სახის დათმობებით წამოაყენეს, რაც შეეხება რუსულ ჯარებს საქართველოსა და მოლდოვაში. ეს ერთ-ერთი იდეაა, რადგან როდესაც ევროპის უსაფრთხოების ძირითად ინტერესებზე ვსაუბრობთ და როდესაც ეს ქვეყნები ცდილობენ ევროპულ გზაზე იყვნენ, მაშინ იქ რუსული ჯარების ყოფნა აშკარა უსაფრთხოების რისკია და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ისინი იქიდან გავიდნენ. ამას არავინ არ ეწინააღმდეგება, ამიტომ ეს კვლავ განიხილება. მისმინეთ, იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ. როგორც უკვე გითხარით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის აღნიშნული გზავნილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც აქტიურად განიხილება, მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების წარმომადგენლების პოზიციაც, მაგალითად პრემიერ-მინისტრის განცხადების მიხედვით ის ერთი მხრივ აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის მიდგომა და ზოგადად მსგავსი ტიპის განცხადებები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან არის მისასალმებელი, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იქნას ქმედებით გამოხატული ქართველი ხალხის მისამართით. სწორედ აქედან გამომდინარე, ფიცი წამს ბოლო მაკვირვებს ეს სიტყვები მოვისმინეთ ჩვენ დღეს ირაკლი ყობახიძის მთავრობის მეთაურის მხრიდან, თუმცა მისი ეს პოზიცია შეიძლება ასე ითქვას გაიზიარეს ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებმაც. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ევროკავშირი ახლა გახდა ომის წამახალისებელი, სწორედ აქედან გამომდინარე, ახლა ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა კაია კალასის ეს გზავნილი სისრულეში ვერ იქნას მოყვანილი. იცი წამს ბოლო მაგვირვებს არის ასეთი ცნობილი გამონათქვამი, ხო, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ ამას და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით, ხო? ამიტომ ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ რაღაც განცხადებები გამოდულ თემებთან დაკავშირებით, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართული ხალხის მხარეს. აქამდე ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა სწორედ საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა ჩვენი ხალხის, ქართული ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დღეს არსებული ევრობიუროკრატიის საგარეო პოლიტიკა თვისობრივად აცდენილია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ევროკავშირის ძალისხმევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანილი იქნას რუსეთის საოკუპაციო ჯარები, ეს მისასალმებელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სამწუხაროდ ევროკავშირი გახდა ომის წამახალისებელი, გახდა არასამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანი მსოფლიოში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირი, კაია კალასი ან მისი გუნდის წევრები ამ მიმართულებით რამე ხელშესაღებ შედეგებს დადებენ. ამიტომ მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არანაირი შედეგი არ იქნება.
კაია კალასის გზავნილები მისასალმებელი აღმოჩნდა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამ ნაწილში სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ქართულ ოცნებას აკისრებენ, ვინაიდან და რადგანაც კაია კალასი გახლავთ ის ადამიანი, რომლის მისამართითაც სახელისუფლებო გუნდის წევრები ყოველთვის გამოირჩევიან საკმაოდ კრიტიკული გზავნილებით, ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია სწორედ ქართულ ოცნებაზე, სანამ ისინი პოლიტიკას არ შეიცვლიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ზოგადად ოფიციალური ბრიუსელის მისამართით, შესაძლოა რომ როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ეს წინადადება და ზოგადად ეს გადაწყვეტილება სისრულეში ვერ იქნას მოყვანილი. სანამ იქნება ოცნება, როგორც მინიმუმ სანამ ოცნებას ექნება ის პოლიტიკა, რაც აქვს, სამწუხაროდ ეს არ არის რეალისტურად ჟღერს. ხა თავად ევროკავშირის მხრიდან ცხადია, ეს მისასალმებელია და მე არ ვიცი ეს რა ფორმას მიიღებს. იყო საუბარი, რომ იქნებოდა გარკვეული ტიპის რეზოლუცია, არ ვიცი ეს მიიღებს რეზოლუციის სახეს თუ შემოიფარგლება განცხადებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება და ამისთვის დიდი მადლობა მათ, მაგრამ დანარჩენი მთავარი უნდა გადაწყდეს საქართველოში. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ლანძღავს კაია კალას და დუმს იმ ფაქტობრივ ანექსიაზე, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან და აღარ აყენებს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხს, ამ ვითარებაში ეს განცხადება კვლავ აჩვენებს იმას, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი მეგობარი და სუვერენიტეტის დამცველი არის დასავლეთი და ევროკავშირი. რომ შევაჯამოთ, ასეთია პოლიტიკური შეფასებები კაია კალასის გზავნილთან დაკავშირებით, რაც შეეხება თავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას, როგორც უკვე გითხარით, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სწორედ ევროპის ინტერესებში შედის, რომ საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული ჯარები აღარ იყვნენ განლაგებული.